დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონებს და რომ დაგვრთახდით. მაგასებად წუხელ გვიან გადაწყდა და რუსეთმა მიიღო, ასე რომ ვთქვათ, დათანხმდა გარკვეულ პირობებს. და 11 წლის შემდეგ, ეს რუსეთ-საქართველოს შორის ეს დიალოგი, ასე რომ ვთქვათ, რუსეთის ვეტოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასრულდა. თქვენი აზრით, რა პლუსები და რა მინუსები შეიძლება აქ არსებობდეს ჩვენი მხარისთვის? ყველაზე დიდ პლუს, რასაც ვხედავ, ეს არის საკმაოდ არასანდო პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი მოაქციო ცივილურ ჩარჩოებში. ძალიან დიდი დავა არის იმის შესახებ, რა უნდა ყოფილიყო ამ რაუნდებში ჩვენი და რუსეთის ვაჭრობის საგანი. ხშირად გაიგონებთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც კონკრეტული საკითხი, თქვათ ღვინის ექსპორტის ნების დართვა, ან კიდე რაღაც სხვა ემბარგოების მოხსნა. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად სწორი არ არის. ჩვენ პრინციპული საკითხი გვაინტერესებდა რუსეთთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ დასავლეთ პარტნიორებსაც, ეს არის საზღვრების კონტროლი. თავიდანვე თარგეტი იყო საზღვრების კონტროლი, ამ თარგეტიდან ჩვენი მხარე არ გადასულა რეალურად და არ შეუცვლა მისი პოზიცია. უბრალოდ შეიცვალა ტექნოლოგიური აღსრულების მომენტი, თუ ვინ განახორციელებდა ამ საზღვრების კონტროლს, საქართველოს ექსპერტები თუ საერთაშორისო ექსპერტები. ამ შემთხვევაში რუსეთს მოუწია საკმაოდ სერიოზული დათმობაზე წამოსვლა, მან ფაქტიურად თავის პოზა შეინარჩუნა და თეორიულად აღიარა, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი ქვეყანა და იმავდროულად დათანხმდა იმ მონიტორინგს, რაც საქართველოს შესთავაზა. მე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი ჩვენი გეინი ეს არის, რომ ჩვენ შევძელით რუსეთი, რომელიც გახდება მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ელემენტარულად მას მოუწევს უარი თქვას დისკრიმინაციაზე, უარი თქვას მის შერჩევით პოლიტიკურ მიდგომებზე ბაზართან და ვაჭრობასთან შედარებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რუსეთი ვერ შეძლებს, როგორც ადრე აკეთებდა, ყაზახეთს სხვა პირობით ეთანამშრომლობს და საქართველოს სხვა პირობით და ვერ შეძლებს დაუსაბუთებელი ონიშინკოს სიზმარისეული გადაწყვეტილების მიღებას, მას მოუწევს პასუხისმგებლობა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე. მეორეს მხრივ არ მინდა ეს ილუზია შეექმნათ, რომ რუსეთი გახდება თორემ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, მაშინაც თუ გახდება ანგელოზი და სამართლიანი, ესე ვთქვათ, პარტნიორი ვაჭრობაში. რა თქმა უნდა, ესე არ არის. მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ისტორია იცნობს განუწყვეტლ დავებს სხვადასხვა ქვეყნებს შორის და სხვადასხვა საკითხებზე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ეს სერიოზული დავა იქნება ბევრ საკითხში ჩვენსა და რუსეთს შორის, იმიტომ რომ რუსეთმა რომელმაც უცებ გადაწყვიტა, რომ ქართული ღვინო არ არის კარგი, მერე გადაწყვიტა, რომ თურმე რაღაც რომელიღაც ცალკეულ კომპანიებს ელაპარაკება, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო დიპლომატიაში, რომ რომელიღაც ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტი რომელიღაც ღვინის კომპანიას ელაპარაკება საქართველოში. მაგრამ უფრო იუმორის მომგვრელი არის ის, რომ ნეტა რას ელაპარაკება. კარგი ღვინო აწარმოებ და გამოუშვი თუ შენ ცოტა შეურიე წყალი და მე თვალს დავხუჭო. აი ლაპარაკის საგანი ჩვენთვის დახურულია. აი ამას უკვე ეკნება ტრანსფერაბელური სახე, მას მოუწევს შესაბამის კომიტეტში ამის განხილვა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში და ბუნებრივია ეს ვერ გაექცევა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რასაც ეს ორგანიზაცია აკისრებს მის წევრს ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ორი, ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ბენეფიტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, პირველი მოხდება კონტროლის საზღვრის და პოლიტიკურად ეს დიდი გამარჯვებაა და ალბათ ეკონომიკური საზღვრების შემოფარგლება ვეტოვის პირველი პირობაა და მეორე ჩვენ შევძლებთ უკვე რუსეთს ვედაოთ საკმაოდ ღიად არაერთი ერთზე ჩვენს მეგობრებთან ერთად დასავლეთთან ერთად ვედაოთ იმ საკითხებზე, რომელიც მუდმივად გვაწუხებდა და მუდმივად პოლიტიკური ვაჭრობის საგანი იყო რუსეთთან. კაცად, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, საავჭრო ორგანიზაცია, ამას მაინც ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ჩვენთვის. რამდენად აი ამ საზღვრის გაკონტროლებით, როგორ შეიძლება ესე ითქვას, რომ რუსეთმა გარკვეულწილად უკან წაიღო მისი აღიარება აფხაზეთის და ცხინვალთან მიმართებაში. აი გარკვეულწილად თუ შეიძლება რაღაცა იურიდიულად რაღაცა იმის როგორც ძალიან საინტერესო ფრაზაა, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ამას სერიოზულად პოლიტიკური ორგანიზაცია. იმიტომ რომ თავარი მიზანი იგივე გაატისხა შეკროლებისა 44 წლიდან დღემდე და გაატის ყველა პრინციპი
ტარიფების ნაწილი, ტარიფი არის პირველი ქვეყნის პოლიტიკა, საბაჟო ტარიფები ჩვენი პოლიტიკა. ეგ ეკონომიკურ თეორიაში სიმასია და უბრალოდ სახელმწიფოში. ამიტომ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტარიფი არის პოლიტიკის პირველი შედეგი, ასე თქვა, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია თქვა, რომ ბუნებრივია ეს პოლიტიკური ორგანიზაცია გარკვეულწილად. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეტენზიები აი ამ კონტურების ირგვლივ და ამის კონტროლზე იქნა გათვალისწინებული, ძალიან მნიშვნელოვანია და ის რომ საქართველოს ექნება სრული ინფორმაცია რა შემოდის და რა გადის მისი ტერიტორიიდან. ძალიან პატარა საგულისხმო დეტალია, ამას წინათ პრესაში წავიკითხეთ, რომ აფხაზეთის მხარემ, რომელსაც მე პირადად უზარმაზარ პატივცემ და გვაქვს მოლაპარაკები და ვიცი, რომ კარგი ხალხი არიან, რაღაც პროტესტი განაცხადეს ამასთან დაკავშირებით, რომ არ დათანხმდებიან რუსეთის მიდგომას ამასთან დაკავშირებით. მე მინდა შევახსენოთ ჩემ აფხაზ კოლეგებს, რომ მათ ხელი მოაწერეს რუსეთთან 50 წლის ხელშეკრულებას, სადაც საზღვრების კონტროლი აფხაზეთთან რუსეთს გადასცა, დელეგირება გააკეთა, ასე ვთქვათ, ანუ რუსეთს სრული უფლება აქვს, როგორც ფსოუს აქეთან მხარეს, ფსოუს იქეთან მხარეს საზღვარზე აკონტროლოს და აღრიცხოს, რაც მას დაჭირდება და აქედან გამომდინარეც აიღო მან ვალდებულება აფხაზეთის დათანხმების გარეშე, რომ ზუსტად გააკონტროლებს იმ კონტროლებს. ცალსახად ნიშნავს ეს, ცალსახად ნიშნავს, რომ საქართველოს მუდმივად აქვს პრეტენზია თავის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ამ პრეტენზიას გარკვეულწილად აღიარებს რუსეთის ამ შეთანხმებით. მე ვფიქრობ, საკმაოდ ნათელი და სერიოზული მესიჯი. თუ გავიხსენებთ სოფლიო ბაზარზე არსებულ სიტუაციას, შვეიცარია ცნობილია, გარდა იმისა, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის მედიატორია, ცნობილია ასეთი ტიპის ორგანიზაციების არსებობით. პატარა მაგალითს მოგიყვანთ, ეს არის სოფლიოში ცნობილი აღიარებული კონცერნი SGS-ი და სხვები, რომლებიც ახორციელებენ ტვირთების საერთაშორისო მონიტორინგს საერთოდ. ეს საკმაოდ რთული პროცესია. უფრო ნათელი რო იყოს, გეტყვით რამდენიმე სიტყვას, ფოთის პორტში და ბათუმის პორტში, რო შემოდის ნებისმიერი გემი, მისი გაზომვა, აწონვა და ყველაფერი, რომელიც ურთულესი პროცესია, როგორ უნდა გაზომოთ თქვენ 30000 ტონა ხორბალი არის ამ გემში თუ არა, ან თქვათ 15000 ტონა ნავთობი ასხია თუ რა, ამას აკეთებს SGS-ი, საკმაოდ სერიოზული და სოფლიოში აღიარებული კორპორაცია, რომელიც არის ყველგან მიღებული სოფლიოს 120 ქვეყანაში, ზომავს, აღრიცხავს, წონავს და აშენა. ეს პროფესიონალების საქმე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ორგანო შვეიცარიას არ აქვს ისეთი, რომელიც გამოყოფს ადამიანებს და დადგებიან საზღვარზე, ხოლო მაგალითისთვის ვამბობ, SGS-ის ნაირ პროფესიონალურ ორგანიზაციებს ყველანაირი ტექნიკური, პერსონალის შემადგენლობიდან გამომდინარე გამოცდილებაც, ბაზაც და აბსოლუტურად შესაძლებლობა, რომ ანახორციელონ ეს მონიტორინგი. მონიტორინგი უბრალო საქმე არ არის, ეს წარმოვიდგინოთ რაღაც სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ტვირთებს აღრიცხავს, ზომავს, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ეს ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის არა მარტო რაოდენობა, რამდენი კილოგრამი ხახვი გადავიდა საზღვარზე, არა. აქ შედის ქვეყნის წარმომავლობის დადგენა, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა, რა ზომის არის, რა შეიცავს და აშენე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ მარტო ტვირთის უბრალო აღრიცხვაც კი არ იქნება, გარკვეულწილად ფიტოსანიტარიულიც იქნება და წარმომავლობის დადგენას თუ რასთან გვაქვს საქმე, რა შემოვიდა და საიდან. ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პროფესიონალების გასაკეთებელი საქმეა, რომლებიც არიან პირუთვნელები, მოუსყიდველები, სოფლიოში სერიოზული რეპუტაციის სარგებლობენ და მუდმივად ხდება დილეგირება ამ უფლების ამ ორგანიზაციებს. ბატონო, რამდენად იზიარებთ იგივე ოპოზიციის ან ექსპერტების ნაწილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ამ შეთანხმებით საქართველოს არანაირი სარგებელი არ მიუღია და ეს იყო მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლით მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს ამ რაუნდში შევიდა ერთი მოთხოვნით საზღვრების კონტროლი. რაუნდიდან გამოვიდა ერთი შედეგი საზღვრების კონტროლი. დანარჩენი იმინდვია ტელემაყურებელზე და მსმენელზე. შევედი ჩვენ თავიდან ვთქვი, აღნიშნე რომ ჩვენი თარგეტი იყო საზღვრების კონტროლი. შედეგი არის თარგეტის საზღვრების გაკონტროლება. მეორე განვიხილოთ სხვა საკითხი, თქვათ ესია. რა უნდა ყოფილიყო, რა თქვენ როგორ წარმოგვიდგენიათ რაუნდი
ჟენევაში, ხო? რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ვაჭრობის საგანი? დაუშვათ და ეგეთი მაგალითი გავაკეთოთ, რომელიღაც პროდუქციაზე, თქო, ღვინოზე ემბარგოს მოხსნა. დღეს შეგიშვებდა რუსეთი, ხვალ რაღაც მიზეზს მონახავდა ონიშენკო და იქნებოდა აბსოლუტურად ძიმე შედეგი. რატომ ძიმე? ეს კომპანიები, რომელიც ამით დაიმედებული კიდე ინვესტიციებს ჩადებდნენ და მიიმართებოდნენ რუსეთის ბაზისკენ, ამ ონიშენკოს კიდე ერთხელ აუხსნელი მიზეზების გამო სერიოზულ ზარალს ნახავდა და მეორე, არასერიოზულია ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე მარტო რომ მწვანელის იმპორტის ნება დაგვთონი თუ ღვინის ეს არის აბსოლუტურად სუსტი არგუმენტი, იმიტომ რომ რუსეთი როგორც კი შევა სოფლის სავაჭრო ორგანიზაციის რიგებში, ყველა პრეტენზია მე მესმის გული წუხილი ჩემი კოლეგების, ყველა პრეტენზია რომელიც რუსეთის მიმართ გვაქვს, ეს დაიდება მაგიდაზე შესაბამის კომიტეტებში. პრეტენზია ემბარგოზე, დისკრიმინაციაზე, ტარიფებზე, აბსოლუტურად ყველა ის საკითხი აი ხა გეტყვით. პირველ რიგში რუსეთს მოუწევს უარი თქვას საერთოდ პოლიტიკურ დისკრიმინაციულ მიდგომაზე. რაღაც საბაჟო კავშირებს ხო ქნიდა და რაღაც სივრცეებს ხო აკეთებდა. აი ამაზე მოუწევს უარის თქმა. ერთადერთი პრინციპი, რაც სოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციას გააჩნია, ყველას მიმართ თანაბარი მიდგომა. ანუ რა მიდგომითაც იქნება გერმანიის მიმართ, როგორც ქვეყნის და პარტნიორის მიმართ, ზუსტად იგივე სტანდარტების დაცვა მოუწევს საქართველოს მიმართაც. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება. ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩემს კოლეგებს აწუხებთ, კონკრეტული რაღაც სავაჭრო სივრცე, დახურული სივრცე, ემბარგო, ეს ყველაფერი ეტაპობრივად საკმაოდ ცივილურად და მყარად გადაწყდება სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში. არ იქნებოდა სერიოზული, იქნებ მე ვწდები და ვინმეს აქ, ან თქვენ გაიგონეთ რომელიმე ექსპერტმა თქვა, რაზე უნდა ყოფილიყო ამ რაუნდებში დავა ჩვენსა და რუსეთს შორის. ასეთი მტკივნეული საკითხი, თუ ეს ასე არ არის, თქვენ აი მოდით დავთვალოთ, რომელი უნდა ყოფილიყო რუსეთისთვის ესეთი მტკივნეული საკითხი, როგორც საზღვრის კონტროლია. თქვენ დააყენებდით საკითხს, რაუნდში ხდება, თქვა, ჩვენ და საფრანგეთი დავავდით, თავის დროზე ჩვენ რო შევდიოდით სავაჭრო ორგანიზაციაში, თქვა, კონიაკის ფაზზე, ან კონიაკის გადასახადზელად, გადასახადზემა მხედველობაში. რამდენი უნდა ყოფილიყო აქციზი კონიაკის. სხვაგანზე დავავდით. მერე შევთანხმდით რაღაც ბუმულ ტარიფებზე სხვა პროდუქტებთან მიმართებაში და ვახორციელებდით ამას. რომელი მიმართულებით უნდა შეგეთავაზებინათ თქვენ რუსეთისთვის წინადადება, უცებ დაგთანხმდებოდათ. რო გეთქვათ ღვინის ტარიფზე, 2 წუთში დაგთანხმდებოდათ, ან თქვა მწვანილზე, ან სხვა რაღაც ხილზე, სხვა პროდუქცია ჩვენ სხვა პრობლემა მაგათთან არ აქვს, ამაზე ამიტომაა ეს ბაზარი დახურული. ეს მისთვის აბსოლუტურად უმტკივნეული გადაწყვეტილება იქნებოდა და გაუხარდებოდა კიდევაც თქვენ თუ ესეც სუსტ მოთხოვნას წააყენებდით. წარმოვიდგინეთ, პოლიტიკურად არჩევნების წინ რუსეთს უხარია რომ ვტო-ში შედის, მაგრამ მეორეს მხრივ თქვენ ბოლო ხანებში პრესა თუ წაიკითხეთ, როგორი გამოხმაურება პოვა პრესაში აი ამ პოზიციამ, რომ იცით რა, დაუთმეთ საქართველოს, ეს პოზიცია შესუსტდა საქართველოს მიმართ. თქვენ იმათი რეაქცია ნახეთ. რომელ საკითხზე უნდა ყოფილიყო ესეთი რეაქცია ღვინის ექსპორტზე, რა თქმა უნდა არა. პოლიტიკურად საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა აქვს იქ, სადაც ქვეყნის მთლიანობა იწყება. სხვა თარგეტი მე ხო ვერ წარმომიდგენია, ჩვენ არც უნდა გქონებოდა და წარმოუდგენელიც ამ რაუნდში სხვა თემა არ უნდა დაყენებულიყო. ეს არ იქნებოდა სერიოზული რაუნდი. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გეტყვით, რუსული პრესის გამოხმაურებიდან გამომდინარე, პირველად ნახა რუსეთმა, რომ ამ პატარა ქვეყანამ საქართველოს შეუქმნა რაღაც პრობლემა სერიოზული მისთვის საჭირო საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველაფერზე წავიდოდა ეს. ყველაფერზე და უვიზო რეჟიმსაც შემოიღებდა თქვენთან მიმართებაში, ოღონდ არ ყოფილიყო საზღვრების კონტროლის თემა. ამა კიდევ შეიძლება ცოტა დილეტანტური კითხვა, უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად ეს კონტროლი ეხება ან შეეხება ინფორმაციებს, ისეთ ინფორმაციებს, როგორც არის მაგალითად სამხედრო ტვირთები ან ნარკოტიკები ან რაღაცა შავი ბაზარი რო თქვა თავით. კიდევ ერთხელ მინდა გავაგრძელოთ წინა კითხვა და დავაკავშირო ამასთან. ეხლა საქართველოს ყავს საკმაოდ გათვითცნობიერებული დასავლელი პარტნიორები, ჩვენ როგორც სახელმწიფო თუნდაც იმ რაუნდებში მოლაპარაკებას ვსწავლობთ, ვიზდებით და ეს ტარგეტი, რომელიც ჩვენ დავისახეთ, იყო მათ მიერ გარკვეულწილად შემოთავაზებული. ამის შემოთავაზების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, ეს შეეხება ყველაფერს.
პირველ რიგში შეეხება ნარკოტიკებს, პირველ რიგში შეეხება იარაღს, ასე ვთქვათ, პირველ რიგში შეეხება ეგრეთ წოდებულ მეორად ტექნოლოგიებს. დასავლეთ ძალიან აინტერესებს თქვენი ცხა რუსეთი როგორი ქვეყანაა და ძალიან აინტერესებს იქ მეორადი ტექნოლოგიების მოძრაობა. მეორადი ტექნოლოგია არის ტექნოლოგიები, რომელიც შეიძლება იქნას თეორიულად გამოყენებული